რომ წარმოვიდგინოთ მოტივატორების კალათ. აი, რა უნდა იყოს ცენტრში, რა არის მთავარი და სამუშაო გრაფიკით სახსენეთ. არის თუ არა ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ამას მათ შორის, იმიტომაც გეკითხებით, რომ პანდემიამ საქართველოშიც და გლობალურადაც შეცვალა. ბოლო კვლევებითაც უფრო, ვთქვათ, ჯენზის თაობა განსაკუთრებით ირჩევს ფრილანსერად მუშაობას. ადამიანებს უნდათ რომ 8 საათიან შეიძლება უფრო მოკლე სამუშაო დღეც არიან კომპანიები 4 დღიან სამუშაო დღეზე გადასულები ალბათ საქართველოში ძალიან შორია მაგრამ აი სამუშაო საათების და გრაფიკის როლი აი მოტივაციის ნაწილში როგორ შეიძლება ყველაზე საინტერესო რამ რაც წავიკითხე სულ ცოტა ხნის წინ სადღაც ერთი თვის წინ ეს იყო ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ბაზრების კვლევა, რომ თანამშრომლებს უნდათ მაღალი ანაზღაურება და ცოტა საქმე. წარმოიდგინეთ, ძალიან გამეცინა მეც ამაზე. მაგრამ აქ რო კვლევა ჩატარდეს, აქაც იგივე იქნება და ეს ახსნადია, იმიტომ რომ რაც უფრო მეტად ვითარდება ტექნოლოგიები, ადამიანების დასაქმებულობა პირდაპირ პროპორციულად იზრდება. ანუ მეტი სამუშაოები გვაქვს, მეტი სამუშაოები გვაქვს. იმიტომ კი არა რომ ვიღაცამ ახალი აპი გაუშვა, არა, უბრალოდ ვიღაცამ რო ახალი აპი გააკეთა, ამას ჩვენ ვიყენებთ. ორგანიზაციები ცდილობენ მე რომ ეს ტექნოლოგია ვიღაცამ გააკეთა, ჩვენთანაც ავითვისოთ, ან გავსე რაღაცა გავაკეთოთ და სულაც რო არ ეხებოდეს გუნდს, მაგალითად სადღაც რო რაღაც ახალი სოფტვერი ინერგება ან აპლიკაცია იწერება, ყველას ეხება ეს მაინც ამის უგულებელყოფა გამორიცხული. ეხლა რა არის მოტივატორები? პირველ რიგში არის ფული და მერე არის მართლა ეს რაზეც საუბრობენ, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ბევრი რამ, მართლა რაც კარგ ცხოვრებასთან ასოცირდება ჩემს შემთხვევაში, თუმცა სხვებთან განსხვავებული იქნება. რატომ ფული? არასტაბილური ეკონომიკა პანდემიიდან დღემდე და სრულიად ახსნადია. იზრდება ყველაფრის ფასი, ძვირდება თუ სესხი, თუ უძრავი ქონება, თუ გადაადგილება, აბსოლუტურად ყველაფერი, რასაც ხელს დავადებთ, ამიტომ მაღალი ხელფასი საჭიროა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რაც იყო აი მაშინ მაგალითად ადრე, რომ მეტ ანაზღაურებას ან მაღალ ანაზღაურებას რო უხდიდნენ თანამშრომლებს, მოლოდინიც იყო, რომ მთელი ძალის ხმევით უნდა ემუშავა, მთელი ძალით, ენერგიით, სულით, ეგრე აღარ არის. მაღალი ანაზღაურება საჭიროა, იმიტომ რომ ცხოვრების ხარჯები გაძვირდა და ყოველდღე იცვლება ლარის კურსიც და სხვა ვალუტების კურსიც და ცხოვრების ხარჯები შეცვლილია ამას გარდა, მაგრამ ამის პარალელურად ადამიანები მიუხედავად თავებისა, რასაც ელიან არის შემდეგი. არ უნდა იყოს სტრესული გარემო და სტრესში მარტო ბრაზიანი უფროსი აღარ მოიაზრება, ამას ცოტა მოგვიანებით დაუბრუნდეთ. არ უნდა იყოს ერთფეროვანი და ერთგვაროვანი, რომ ადამიანმა რისკი იგრძნოს, რომ ის ხვალ შეიძლება უმუშევარი დარჩეს, იმიტომ რომ ის განვითარებაზე არავინ იზრუნა. თქვენ წარმოიდგინეთ და ჩვენ გქონდა ძალიან ესეთი პატარა კვლევასავით, მაგრამ მოლოდინი რომ ფიზიკური სამუშაოების შემსრულებელს რა იდეა უნდა ჰქონდეთ, ან რა სურვილი უნდა ჰქონდეთ განვითარებას, არა, ძალიან საინტერესოა ამ ადამიანების სურვილიც, იდეებიც განვითარებაზე. ისინი დაფასება და აღიარებას ელიან კომპანიებისგან და ეს დაფასება აღიარების მოლოდინი არის ფიზიკური და გონებრივი სამუშაოების თანამშრომლებში ძალიან გაზრდილი და რა თქმა უნდა არის მეოთხე მოლოდინი იმისი, რომ არ იყოს ისეთი სამუშაოები, რომლებიც ამ ადამიანების ენერგიას სრულიად აითვისებს, იმიტომ რომ ცხოვრება მოითხოვს განსხვავებულ დინამიკას და ადამიანს უნდა ჰქონდეს ენერგია სამსახურის მერე რაღაცეებიც გააკეთოს. და დროც. კი, ფული და ძირითადი ის, რაც ადამიანს, ანუ შიდა მოტივატორებს ვეძახდით ხოლმე, არის ორივე თანაბრად მნიშვნელოვანი. ჯენზი, მილენიალები, იქსენიალები, ბეიბი ბუმერებს აღიარებისა და დასაქმებულობის მოტივაცია ისევ აქვთ, გასაგები ეს. აქედან გამომდინარე, რა შეიძლება იყოს მოტივაციის კალათაში? ანაზღაურებები, კომპეტენტური და კონკურენტული, კომპეტენციების მიხედვით და კონკურენტული და ეს არ უნდა იყოს სისტემა, რომელიც მაგალითად თანამშრომელს მიახვედრებს, რომ უხდიან არა მაგალითად მისი ძალისხმევისა და ბაზრის შესაბამისად, არამედ უკაცრავად გამოთქმისთვის, მაგრამ ცოტა ესეთი ეშმაკური ხრიკული, ანუ რაღაცა ფიქსირებულია, შემცირდა, იქ თითქოს ბონუსი დაერქვა, მაგრამ თლიანობაში ბაზრის საშუალოს რო ქმნის. ეს არა, ამას ყველა
ყველა ითulis კარგად. მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცას უმაღლესი განათლება არ აქვს, ეს ადამიანი ამას ითulis. საკუთარი თავის ღირებულება. კი, ის აფასებს იმ ერთეულში, რამდენსაც უხდიან, რომ იმ ღირებულებისა. და მეორე მოდის დაფასება. აღიარება, პატივისცემა, ანუ აღიარება არ არის მაინდა-მაინც თვის თანამშრომლად გამოცხადება ის, რომ შეიძლება ავად გახდეს, შეიძლება თავისუფალი დრო დასჭირდეს, შეიძლება საქმე ვერ გააკეთოს და ამაზე არ უნდა იყოს მაგალითად მთელი წასული, რომ ეს რატო ვერ გამოგვივიდა და ასე შემდეგ, არ უნდა იყოს სტრესული. სტრესული გულისხმობს დღეს, რას იცით, რომ ხვალ უმუშევარი არ დარჩეს ამასაც. და რა თქმა უნდა, სამუშაოები არ უნდა იყოს ისე ცვლადი, რომ ვერ გავიგო საიდან დავიწყო და თუ იქნება ესეთი, მაშინ ჩემი სკილებიც, ანუ უნარებიც უნდა მოამზადოს კომპანიამ, ამაში ის ჩადოს რესურსი და ის რაზეც ვისაუბრეთ განვითარება, რომელიც მარტო მენეჯერობას აღარ ნიშნავს.